გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ ჯერ გვაქვს ტესტი უნდა გავაკეთოთ და მერე გვექნება წინადადებები, რომლებსაც წავიკითხავთ და გადავთარგმნით. ახლა ნახეთ ეკრანზე თქვენს ხედავთ ჩვენს დღევანდელ ტესტებს, ესე იგი აქ არის ორი პასუხი, თითო კითხვაზე გვაქვს ორ-ორი პასუხი. უნდა წავიკითხოთ ჯერ შეკითხვა და მერე რომელი პასუხიც არის სწორი, რომელი პასუხიც შეესაბამება ამ შეკითხვას, ის უნდა მოვნიშნოთ. მაგალითად, მოდით წავიკითხოთ პირველი კითხვა. აქ წერია: Wann kannst du heute Abend vorbeikommen? Wann, ანუ როდის, kannst du, შეგიძლია, როდის, რომელ საათზე შეგიძლია, kannst du heute Abend, დღეს საღამოს vorbeikommen, შემომიარო, გამომიარო. ახლა წავიკითხოთ პასუხები. Vor einer Stunde, ეს არის პირველი პასუხი და მეორე nach dem Unterricht. მოდით გადავთარგმნოთ პასუხებიც. Vor einer Stunde ნიშნავს 1 საათის წინ და მეორე პასუხი nach dem Unterricht ნიშნავს გაკვეთილის შემდეგ, გაკვეთილის მერე. აქ რა თქმა უნდა, მეორე პასუხი შეესაბამება ამ შეკითხვას, ამიტომაც უნდა მოვნიშნოთ nach dem Unterricht. შემდეგი წავიკითხოთ. Wann hast du den Fernseher gekauft? Wann hast du den Fernseher gekauft? ანუ როდის იყიდე ეს ტელევიზორი? პასუხები წავიკითხოთ. პირველი ეს არის vor einem Monat, ანუ 1 თვის წინ და მეორე პასუხი seit einem Monat. ნახეთ, seit einem Monat ითარგმნება როგორც 1 თვეა რაც, ოღონდ ახლა ნახეთ რა ხდება. შეკითხვას რომ დავაკვირდეთ, აქ არის წარსული დრო გამოყენებული. Hast du gekauft? იყიდე. და რაც შეეხება ამორწინდებულს, vor და seit, აი ამორწინდებულს, vor გამოიყენება წარსულ დროში. რადგან შეკითხვა არის წარსულ დროში, ანუ როდის იყიდე, 1 თვის წინ ვიყიდე, ამიტომაც აქ უნდა გამოვიყენოთ vor einem Monat, ანუ პირველი პასუხი არის სწორი. Vor einem Monat, 1 თვის წინ. შემდეგი წავიკითხოთ. Seit wann hast du denn das Fahrrad? ანუ რამდენი ხანია რაც, seit wann ნიშნავს რამდენი ხანია რაც გყავს ეს ველოსიპედი. პასუხები წავიკითხოთ. Nach 3 Tagen, რომელიც ნიშნავს 3 დღის მერე და მეორე პასუხი seit einer Woche. ანუ 1 კვირა რაც. ესე იგი აქ უნდა მოვნიშნოთ seit einer Woche, 1 კვირა რაც. შემდეგი წავიკითხოთ. Hast du mal wieder Zeit? ეს ნიშნავს გააქვს კიდევ დრო, გექნება კიდევ დრო. პასუხები წავიკითხოთ. Ja, nach den Feiertagen, რომელიც ნიშნავს კი, დღესასწაულების მერე, არ დადეგების მერე, Feiertagen არის დღესასწაულები, ასევე არის არ დადეგები. და მეორე პასუხი Ja, bei den Feiertagen, რომელიც ნიშნავს კი, არ დადეგების დროს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სწორია მეორე პასუხი, ანუ არ დადეგების დროს მექნება დრო. ანუ თავისუფალი ვიქნები, ხო? Bei den Feiertagen, ეს უნდა მოვნიშნოთ. შემდეგი წავიკითხოთ. Wartest du schon lange? უკვე დიდი ხანია ელოდები. პასუხები წავიკითხოთ. Ja, seit einer Stunde, კი, 1 საათია რაც.
და მეორე ja vor einer Stunde კი 1 საათის წინ. აქ სწორია seit einer Stunde 1 საათია რაც, ანუ 1 საათია რაც ველოდები. და ბოლო wann hattest du Urlaub? Wann hattest du Urlaub? ანუ როდის გქონდა შვებულება? hattest du გქონდა, ეს არის წარსული დრო. პასუხები წავიკითხოთ. vor 2 Wochen 2 კვირის წინ. vor 2 Wochen 2 კვირის წინ და მეორე არის 2 Wochen 2 კვირა. ესე იგი აქ სწორია პირველი პასუხი და უნდა მოვნიშნოთ vor 2 Wochen ანუ 2 კვირის წინ. ახლა კი მოდით გადავიდეთ წინადადებებზე, წავიკითხოთ დღევანდელი გაკვეთილის წინადებები და გადავთარგმნოთ. ჩვენი პირველი წინადადება. Ich habe die Uhr erst vor einem Monat gekauft. Aber seit 3 Tagen funktioniert sie nicht mehr. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. Ich habe die Uhr erst vor einem Monat gekauft. ანუ მე ეს საათი 1 თვის წინ ვიყიდე. Ich habe gekauft, ნიშნავს ვიყიდე. Aber მაგრამ seit 3 Tagen 3 დღეა რაც funktioniert sie nicht mehr ის აღარ მუშაობს. შემდეგი wann haben Sie Ihren Kühlschrank gekauft? Wann ანუ როდის haben Sie gekauft ნიშნავს იყიდეთ Ihren Kühlschrank თქვენი მაცივარი. Vor einem Jahr. Vor einem Jahr ანუ 1 წლის წინ. შემდეგი wann hast du Geburtstag? Wann hast du Geburtstag? როდის გაქვს დაბადების დღე? Ich hatte doch schon vor einer Woche Geburtstag. Ich hatte doch schon vor einer Woche Geburtstag. მე უკვე 1 კვირის წინ მქონდა დაბადების დღე. Ich hatte მე მქონდა და Geburtstag არის დაბადების დღე. შემდეგი wie lange sind Sie schon in Österreich? Wie lange ანუ რამდენი ხანია sind Sie თქვენ ხართ schon უკვე in Österreich ავსტრიაში? Seit einem Jahr. Seit einem Jahr 1 წელია რაც. Bei der Arbeit darfst du nicht rauchen. Bei der Arbeit ანუ სამსახურის დროს darfst du nicht rauchen. არ შეიძლება მოწევა.